მოგესალმებით, ბაიცემულო პაციენტებო, ქალბატონებო, დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება მასტალგია, ანუ ტკივილი სარძევე ჯირკვალში, რომელიც არც თუ ისე იშვიათი ჩივილია ჩემთან მოსული პაციენტების, მე მგონია რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ თავიდანვე განვმარტავთ თუ რა არის ეს სიმპტომი, რა დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს იგი და ასევე შევეხებით იმ დაავადებების მკურნალობის შეფასებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი. მასტალგია თავისი კლასიფიკაციით არის ციკლური და აციკლური, ანუ მასტალგია, რომელიც ვითარდება ქალის მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ ფაზაში და არის მასტალგია, რომელიც შეიძლება არ იყოს ასოცირებული მენსტრუალურ ციკლთან. მინდა გითხრათ, რომ ციკლური მასტალგია უმრავლეს შემთხვევაში არ არის საგანგაშო დაავადების ნიშანი, განსხვავებით აციკლური მასტალგიისაგან, რომელიც შეიძლება გარკვეულ პათოლოგიასთან იყოს ასოცირებული, რასაც ჩვენ ფიბროზულ ცისტურ ან ფიბროცისტულ დაავადებას, მასტოპათიას უწოდებთ. მასტალგიის გამოწვევის მიზეზები შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორი, ეს შეიძლება იყოს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები. ენდოგენური ფაქტორებიდან გამომყოფთი ქალის დისჰორმონულ პათოლოგიებს, რომლებიც ასოცირებულია ფარისებრი ჯირკვლის, რეპროდუქციული სისტემის ორგანოების პათოლოგიასთან. შესაძლებელია მასტალგიის მიზეზი იყოს შაქრიანი დიაბეტი და სხვა. ეგზოგენური ფაქტორებიდან შესაძლებელია ჩვენ განვიხილოთ ცხოვრების რეჟიმის და რიტმის დარღვევა. მავნეჩვევები, ხშირად მომმართავენ ქალბატონები ამ ჩივილით, რომელიც ასოცირებულია გადაჭარბებულ რუჯის მიღებასთან, ამიტომ ამ თვალსაზრისითაც არის საინტერესო დღეს ჩვენი შეხვედრა. მასტალგია შეიძლება იყოს რამოდენიმე ხარისხის, თავისი სიმძიმის მიხედვით. არსებობს მსუბუქი, საშუალოდ გამოხატული და საკმაოდ მკვეთრად გამოხატული მძიმე ფორმა ამ სიმპტომის და ამ ხარისხიდან გამომდინარე მას შეიძლება განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს ქალის ნორმალურ ცხოვრებაზე. მასტალგიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან. მათ შორის ეს არის რეპროდუქციული ისტორია, ეს არის ასაკი, ეს არის გენეტიკური ფაქტორები, უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა სახის თანდართული ან თანმხლები პათოლოგიების ძიება და გამოვლენა. თუ მასტალგია ასოცირებულია მხოლოდ სარძევე ჯირკვალში მიმდინარე დისჰორმონულ ცვლილებებთან, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში პათოლოგიათაც არ აღიქვავენ, ის შეიძლება იყოს ნამკურნალები და კონსერვატიული მეთოდებით და ესეთი პაციენტი იყოს ექიმი მამოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქამდე ითვლებოდა, რომ მასტალგიის მკურნალობა აუცილებლად საჭიროებს ჰორმონალურ სხვა ინტერვენციებს, სხვა ჰორმონალური პრეპარატების დანიშვნას. დღეს ეს შეხედულება მკვეთრად შეცვლილია. დღეს ჩვენ ვიყენებთ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს, რომლებიც არც ჰორმონები არის, არც ანტიბიოტიკები და სხვა სამკურნალო წამლოსამშუალებები, თუმცა მათ აქვთ დადასტურებულად მაღალი ეფექტი ამ სიმპტომების მოსახსნელად და ერთ-ერთი მათგანი სულ ახლახან ჩემს პრაქტიკაში გამოყენებადი და ფართოდ აპრობირებული ეუმასტოსი, რომელსაც ძალიან მარტივი მიღების წესი აქვს და ხასიათდება ძალიან მაღალი ეფექტურობით. უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია ეს არის ის, რომ პაციენტი ყველა ქალბატონი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გადიოდეს სპეციალიზირებულ გამოკვლევებს სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობის კუთხით და აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პაციენტი მოხვდეს კვალიფიციურ ექიმთან შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად. მნიშვნელოვანია ცხოვრების რეჟიმის
ჯანსაღი რეჟიმის შენარჩუნება, ეს არის მავნე ჩვევებისგან რა თქმა უნდა თავის არიდება, ეს არის მეტი ფიზიკური აქტივობა, ეს არის უარი ალკოჰოლზე და თამბაქოზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის წითელი ხორცისგან თავის არიდება, თითქოს მარტივი რჩევები, ზოგჯერ რთულად შესაძლებელი, თუმცა თუ ქალბატონი ჩაიტარებს წელიწადში ერთხელ შესაბამის კვლევებს და კონსულტაციებს და დაიცავს ამ მარტივ წესებს, ის ძალიან ბევრი პრობლემას დააღწევს თავს.